მოგესალმებით. ჩემთვის თავარი არის, რომ შესთომაში არ შევიყვანოთ საზოგადოება და ის ადამიანები, საზოგადოების წევრები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა არის დაინტერესებული, რომ დაირკვეს გურამ დადიანიძის გაუჩინარების ამბავი და ნათელი მოეფინოს ყველა იმ დეტალს, რომელზეც არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. ამ ადამიანებმა სიმართლე უნდა იცოდნენ და დაუშვებელია რაიმე სახის მანიპულაციების გამოყენება და საზოგადოების მოტყუება, ასე რომ ვთქვათ. დაუკვირდით, მე გუშინ ერთ-ერთ ინტერვიუში განვაცხადე, რომ გამოძიება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაიწყო 2017 წელს. ანუ 3 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც გურამ დადიანიძე გაუჩინარდა. და მე ვამბობდი, რომ გამოძიება უნდა დაწყებულიყო მალევე და არა 3 წლის შემდეგ. საქმეში დევს გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, რომელიც თარიღდება 2017 წლით. დღეს კი მე გამცა პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომ ნამდვილად 2014 წელს დაიწყო ოპერატიულ სამძებრო ღონისძიება. დაუკვირდით, სულ სხვა ტერმინს იყენებს. გამოძიება კი არაო სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, არამედ ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებაო. მე კი ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებასთან დაკავშირებით არ ვსაუბრობ. ეს ორი რამ რადიკალურად განსხვავებული ტერმინებია. ოპერატიულ სამძებრო ღონისძიება რეგულირდება შესაბამისი კანონით, საქართველოს კანონი ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებათა შესახებ. ხოლო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება სისხლის სამართლის სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის მიზანი არის ჭეშმარიტების დადგენა, მტკიცებულებების მოპოვება, ფაქტების აღდგენა და ასე შემდეგ, რეგულირდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით. შესაბამისად, კიდევ ვიმეორებ, რომ ტარიელ, ეს განცხადება თქვენს ნათქვამს ამყარებს თუ საზოგადოების, ვთქვათ, საზოგადოების არასწორი ინფორმირებას გიხსნით, რომ მიხვდეთ ამ ორ რამეს შორის რა განსხვავება არის. აბსოლუტურად სხვა რამე არის სამძებრო ღონისძიება და სხვა რამე არის საქმეზე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გამოძიების წარმოება. ორი რადიკალურად სხვა რამე არის. ორივე შესაძლოა ჩატარდეს ერთდროულად, ხეს არ უშლის ერთმანეთს. შესაბამისად, მე ვსვამ კითხვას, რა უშლიდა ხეს თავის დროზე. მე კი არ ვაკრიტიკებ იმათ, ვინც ახლა არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სათავეში. მე ვაკრიტიკებ იმას, ვინც მაშინ იყო, როდესაც მიჩქმალეს დანაშაული და 2014 წელს უნდა დაიწყოთ გამოძიება და დაიწყეს 3 წლის დაგვიანებით. რაც შეეხება და ტარიელ, აი 3 წლის დაგვიანებით რო არის დაწყებული და ბოლო 1 თვის განმავლობაში რო 20-ზე მეტი პირია გამოკითხული, ეს დაეხმარება. მოგახსენებთ, მე მანდ მივდივარ 1 წამით დამასრულებინეთ და მოგახსენებთ, მე მინდა რომ პასუხი გავცე სრულყოფილი, რომ საზოგადოება მიცოდეს. რაც შეეხება იმას, რომ ბოლო რამდენიმე დღეში გამოკითხეს 20-მდე პირი, სწორედ ამაშია პრობლემა, რომ რამდენიმე დღეში გამოკითხეს, რა უშლიდათ ხელს გამოეკითხათ წლების წინ, დაებარებინათ, ჩაიტარებინათ საგამოძიებო მოქმედებები. მე არ მინდა გავაჟღერო კიდევ რა საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩაიტარებინათ. გამოძიებას რომ ხელი არ შეუშალოთ, იქნება აწი მაინც ჩატარდეს ის საგამოძიებო მოქმედებები. ტარიელ, აი რა ინტერესი ქონდათ, რომ არ ჩაეტარებინათ, ხო ეს კითხვაც არის. აი რატო არ ჩატარდა, რა რამე იცით ამის შესახებ, რასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში? იყო დაინტერესებული უწყება, რომ არ ჩაეტარებინათ თუ რატომ მოხდა ასე? მე არ ვარ ის ადამიანი, რომ ვინმეს პირდაპირ ხელი დავადო და დავაბრალო, რომ აი შენ ჩაერიე საგამოძიებო მოქმედებაში, შენ ვიღაც ფარველობდა. ამას არ ვიკადრებ, მაგრამ მე ვარ ადვოკატი, რომელსაც მინდა სიმართლის გარკვევა, რომელიც ჩავერთე სწორედ ამ მიზნით და შესაბამისად, როდესაც კითხვები არსებობს, მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ დავსვა კითხვები და ამ კითხვებზე მივიღო ამომწურავი პასუხები. სწორედ მაგაშია პრობლემა, როდესაც ფაქტი მოხდა, ადამიანი ბავშვი დაიკარგა 17 წლის ბავშვი 12 წლის უკან და ახლა ატარებენ თურმე საგამოძიებო მოქმედებებს, როდესაც ჩვენ ჩავერთეთ, როდესაც ჟურნალისტები ჩაერთვენ ძალიან აქტიურად და როდესაც საზოგადოებამ დაიწყო აქტიურად ამ ყველაფერს მოთხოვნა, რომ გამოძიებული იქნას ეს საქმე. რაც შეეხება მეწყერის თემას. მეწყერის თემა, რაც უფრო მეტად გადის დრო და წინ მივდივართ, მით უფრო ნაკლებად სავარაუდო ხდება. თითქოს ვიღაცა მოიგონა მეწყერის თემა იმისათვის, რათა გაეჩუმებინა საზოგადოება, რომ არ გახმაურებულიყო ეს საქმე და მარტივად ეთქვა, დანაშაული არ არის მოხდარი, მეწყერმა ჩაიყოლა და საქმის მიჩქმალვის მიზნით
ვიღაცამ გამოიგონა ეს ვერსია, მე შტაბეჭდილება მრჩება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რომ თუნდაც ამ კითხვაზე პასუხი გასაგებია და ეს ტარიელ შესაძლებელია, შესაძლებლობა ამის ალბათობა რამდენად შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას მინდა უპასუხო კიდევ ერთხელ. განცხადების ბოლო ნაწილს ბოდიში ეს არის შემომდის და კი ბატონო, ტარიელ კაკაბაძეს ველაპარაკებით. ჩვენ ის გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ოჯახის ინტერესებს იცავს, როგორც ცნობილია. ჩვენ საუბრობთ დღეს გავრცელებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებაზე, რომ ბოლო 1 თვის განმავლობაში, ანუ ამბავზე, რომელიც მოხდა 2014 წელს, ბოლო 1 თვის განმავლობაში არის გამოკითხული 20-მდე პირი და უწყება უარყოფს, რომ შესაბამისი ღონისძიებები არ ჩატარებულა იმავე წელს, ხოლო ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ ეს ყველაფერი დაიწყო 2017 წლიდან. ტარიელ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე ამბობს, რომ 2014 წელს გაუჩინარებული დადიანიძის საქმეზე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა. აი ამაზე რა სიტყვით თქვენ? საგამოძიებო მოქმედებებს ეფექტურად ყოველხრივ არ ჩაატარებ და მარტო დაეყრდნობი ნამეცადინები მომზადებული ადამიანების ჩვენებებს და არ გადაამოწმებ ამ ჩვენებების ნამდვილობას, რა თქმა უნდა, არაფერი საეჭვო აღარ იქნება იქ. საეჭვო როგორ არ არის, როდესაც ნათლად ჩანს იმ ვიდეო ჩანაწერში და ამაზე ვაპირებდი წეღან საუბარს, რომელიც 12 წლის წინ დაიდო YouTube-ზე. იმ ვიდეო ჩანაწერში ჩანს, რომ ადამიანი ითხოვს შველას და ეს ადამიანი დედის განმარტებით არის მისი შვილი, რომლის ხმას ძალიან კარგად ცნობს. და უამრავი პირი, ვინც გამოკითხულია, ადასტურებს, რომ იქ არავინ არანაირ შველას არ ითხოვდა. როგორ შეიძლება, რომ ამის შემდეგ ჩვენ თქვათ, რომ რაიმე საეჭვო არ არის, არ უნდა გადამოწდეს, იქნებ ვინმე ცრუობს, იქნებ ვინმე არასწორ ინფორმაციას აწვდის. რომელი უფრო სანდომტკიცებულებაა თქვენთვის? პირადად, მე ძალიან მაინტერესებს. ვიდეო ჩანაწერი თუ მოწვი ჩვენება, რომელმაც შეიძლება 900 შეცვალოს ჩვენება, ვიდეო ჩანაწერი კი რჩება ნეიტრალურ მტკიცებულებად. თან ეს ვიდეო ჩანაწერი მე არ დამიდია ინტერნეტში და ეს არის დადებული კიდევ ერთხელ ვიმეორებ 12 წლის უკან. შესაბამისად, დადო ვიღაც პიროვნება აღმოვაჩინეთ სრულიად შემთხვევით უკვე როდესაც მიდიოდა მუშაობა და ჟურნალისტებმა გააკეთეს ამაზე პირველად აქცენტი და ნამდვილად მიაქციეს ყურადღება იმ ძალიან საინტერესო მომენტს ამ ვიდეოში და შემდეგ როდესაც გასაჯაროვდა მე თავად დაუკავშირდი აღნიშნული ვიდეოს ავტორს და მან განმიმარტა, რომ ეს არის მისი გადაღებული ნამდვილად იქ იმყოფებოდა თვითონ და ადასტურებს აღნიშნული ვიდეოს ავთენტურობას, რომ იქ არანაირი ხმები დადებული არ არის, ან ვის ქონდა ინტერესი 14 წლის უკან, რომ ბოდიში 12 წლის უკან ხმა დაედო და გაეყალბებინა და ყალბი ვიდეო დაედო ინტერნეტში. ეს ხო წარმოუდგენელია და როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს განცხადებას და ამბობს, რომ ჩვენ გამოვკითხეთ ეს პიროვნებაო და კონკრეტულ ვიდეოზე ამახვილებს ყურადღებას, ისმის კითხვა. სწორედ ამიტომ ვაკრიტიკებ მე გამოძიებას, რომ თავის დროზე უნდა გაიკეთებინათ 2014-ში, 15-ში, 16-ში, 17-ში იდო ეს ვიდეო ინტერნეტში. იდო ეს ვიდეო YouTube-ზე, რატომ არავინ მიაქცია ყურადღება? იქნებ ვიდეოს შინაარსი რომ განსხვავდება გამოკითხვის ოქმების შინაარსისგან. იქნებ გადაემოწმებინათ, იქნებ ეს გამოკითხვის ოქმები არ შეიცავს სწორ ინფორმაციას. არ უნდა გადამოწმებულიყო, არ უნდა ყოფილიყო შედარება. ტარიელ, რაზე დაყრდნობით ამბობს თქვენი დასკვნით შინაგან საქმეთა სამინისტრო? მე ხლა წავიკითხავ, რასაც ამბობს, რომ საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა, ვერ იქნა გამოვლენილი ასევე ისეთი გარემოება, რომელიც დაადასტურებდა დადიანიძესთან წარსულში არსებულ შურისძიების მოტივს და შემთხვევის ადგილზე რაიმე სახის ძალადობის კვალიც ასევე არ აღინიშნებოდა. თუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქმეს არ გამოვიძიებთ. თუ არ გავარკვევთ, თუ გარდაცვლილია ეს ადამიანი, სად არის გვამი და ან თუ ცოცხალია ეს ადამიანი, სად იმყოფება, რა ვითარებაში დაიკარგა, ყოველთვის შეუძლია თქვას გამოძიებას, ყოველთვის ექნება ამის შესაძლებლობა განაცხადოს, რომ არაფერი საეჭვო არ შეგვიმჩნევია. თუ არ გამოიძიებთ, მაგრამ თუ დეტალებში შეხვალ, კარგ გამოძიებას ჩაატარებ, კითხვები გაჩნდება და კითხვებზე პასუხი უნდა გაეცეს ამ კითხვებს. ანუ შესაძლებელია თქვენი წმენით ტარიელ ამ კითხვებზე პასუხების მიღება? მე რომ მოვისმინე დღევანდელი განცხადება, შტაბეჭდილება დამჩა, რომ გურამ დადიანიძე
ცოცხალია და დედასთან ერთად ცხოვრობს სახლში და ჩვენ ყველანი ტყუილში ცხოვრობთ. აი ეს შაბეჭდილება დამჭა. კარგი. ტარიელ, მადლობას გიხდი. ერთი სხვა საკითხსაც მინდა დაგისვათ კითხვა, რადგან თქვენ ბევრი გახმაურებული, არაერთი გახმაურებული საქმის ადვოკატი ბრძანდებით, ასევე ჩვენი მაყურებელი ინფორმირებულია, რომ თქვენ ხართ ჯანგველაძეების ოჯახის ინტერესების დამცველი და ამაზეც მინდა კითხოთ იმ სასამართლო პროცესის გათვალისწინებით და იმ განცხადებების, რომელიც ჩვენ დღეს მოვისმინეთ, მათ შორის იცით თუ არა რამე, რომ ფარცხალაძე კომუნისტურ პარტიაში შევიდა პირველების ინფორმაციით და ასევე ის კი არ არის ძებნილიო, დღეს ამბობდა მისი უფლებადამცველი, ის იმყოფება იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეც არის, ხო? ამგვარი შინაარსის განცხადებაც ვნახეთ. აი რა სიტყვით იმ თქვა სურათზე, რომელიც იყო დღეს ამ მხრივ, ასევე ილუზია უწოდეს, ბრალდებლის ილუზია ფარცხალაძის თქვა როლს ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის საქმეში. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ბატონი ოთარ რომანოვ ფარცხალაძე კომუნისტური პარტიის რიგებში გაწევრიანდა, მე ამაზე არ ვიცი რა კომენტარი უნდა გავაკეთო. ადამიანები თავად წყვეტენ, რომელ პარტიაში გაწევრიანდნენ და რომელ პარტიიდან გამოვიდნენ, ასე რომ ვთქვათ, ეს მისი გადასაწყვეტია, მისი პირადი ცხოვრება, მისი პოლიტიკური კარიერა, ჩემი ინტერესის საგანი საერთოდ არ არის და არანაირი პირადი ინტერესი მე ამ ადამიანთან და სხვა ადამიანთან არ გამაჩნია. ჩემი ინტერესი არის რა? მე ვარ სასტიკად მოკლული, შეკვეთით და ანგარებით მოკლული ლევან ჯანგველაძის ოჯახის ინტერესების დამცველი ადვოკატი და ჩემი ინტერესის საგანი იყო, არის და იქნება რომ პასუხი გაიცეს ყველა შეკითხვას ამომწურავად და ნათლად დადგინდეს ყველა ის პირი, ვინც მონაწილეობდა აღნიშნულ მკვლელობაში. მე თავიდან ვამბობდი, რომ ეს არის შეკვეთილი მკვლელობა, გახსოვთ ალბათ, როდესაც გამოძიება საერთოდ არ ფიქრობდა რატომღაც რომ ეს შეკვეთილი მკვლელობა იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ მართალი ყოფილა და შეკვეთილი მკვლელობა ყოფილა. აღმოჩნდა, რომ იქ ასევე უამრავი ადამიანი მონაწილეობდა აღნიშნულ მკვლელობაში და ნამდვილად დადასტურდა უკვე გამოტყუნებელი განაჩენით. და რაც შეეხება ოთარ რომანოვ ფარცხალაძის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, მე მაქვს აბსოლუტურად გონივრული მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართაც დადგება გამომტყუნებელი განაჩენი. მადლობა. დიდი მადლობა ტარიელ, დაგემშვიდობები. ტარიელ კაკაბაძე საუბრობდა დღის ამბების